ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გამოიცა ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი კრებული, რომელიც ასახავს საქართველოში საკულტურო ნაგებობებს, როგორც ისტორიულს, ასევე თანამედროვე ნაგებობებს. ეს ნაშრომი შეიქმნა ერთობლივად სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების მხრიდან. ეს არის ჩვენი კულტურის ძალიან საინტერესო გამოხატულება, ჩვენი ისტორიული რელიგიური შემწყნარებლობის გამოხატულება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც გამოიცა და რომლის პრეზენტაციასაც დღეს დავესწრეთ. ზოგადად, როცა რაიმე პროექტი ჩავარდება, იმის თავიდან დაწყება არ არის ხოლმე მონგებიანი. თქვენ გახსოვთ ეს პროექტი არსებობდა ადრეს და მას უწოდებდნენ ნათლაშვილის ფანჩატურს და ამის რეინკარნაცია შემოგთავაზა ახლა სალომე ზურაბიშვილმა. რა თქმა უნდა, უკვე ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება არის განაწილებული წარუმატებლობისთვის, ზუსტად იგივე სახეები, იგივე ადამიანები, აბსოლუტურად არაევროპული სახეები, ამას ვიტყვი პირველ რიგში. წარმატების პერსპექტივა, რა თქმა უნდა, ამ პროექტს არ აქვს, უკვე ჩავარდნილი პროექტია. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ, თავის დროზე საუბარი იყო აქტიურად უცხოელ აგენტებზე, რეესტრი შექმნას და ეს შემდეგ. სხვა არაფერი არ შეიძლება ეწოდოს იმ ასე ვთქვათ სიას, რომელიც შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა, რა თქმა უნდა, ამას არ აქვს. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც კიდევ ერთხელ მოთავსდა ერთ ქვაბში, სადაც ისედაც იყო პრინციპში მოთავსებული. აი ამ თემაზე ბოლო კითხვას დავსვა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქართული ოცნების მისამართითაც იყო შეთავაზება, რომ ამ ქარტიას ჰქონოდა მართული პარტიის ხელმოწერა. მე მივწერეო ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა მათ არ მოაწერეს ხელი. ის ასევე ამბობს, რომ ეს არ ეხება მაინც და მაინც ერთიან სიას, რაზედაც მართული პარტია აპელირებს ბოლო დღეებში. თქვენი ხელმოწერა რატომ არ აქვს რეფორმებს, რომელზეც პარტიები თანხმდებიან? პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ პარტიას არ აქვს ევროპული ღირებულება, მას არ ესაქმება ხელისუფლებაში. სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა და ჩვენი გაწევრიანება კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, რა თქმა უნდა, ეს იყო სრულიად უპერსპექტივო ამოცანა. რაც შეეხება იმ გეგმას, რომელიც არის წარმოდგენილი ამ ეგრეთ წოდებულ ქარტიაში, ეს არის რეალურად სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა. თითოეული პუნქტი, რომელიც არის წარმოდგენილი ამ ეგრეთ წოდებულ ქარტიაში, არის სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. როდესაც უცხოელი აგენტები აფორმებენ გარკვეულ შეთანხმებას, რა თქმა უნდა, მათი ერთადერთი ამოცანა შეიძლება იყოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოშლა და ზუსტად ამას ასახავს ის ქარტია, რომელიც არის ოლოსშოპის განცხადება გაართულა რის შემდეგაც მანიპულაციებით იყო აღსაჩა და ქართულმა მედიამ გამოიყენა არასწორად ეს და სინამდვილეში საუბარი იყო 5 წლის წინ ნეონაცისტების მიერ გერმანელი პოლიტიკოსის ვოლდერ ლუკეს მკვლელობის შესახებ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ ეშლის სპეკულაციებს. ყველას გახსოვთ, რომ ის ჩართული იყო თავის დროზე ლელოს საარჩევნო აქტივობაში, ბოლნისში იყვნენ ერთად წასული, სადაც ასე ვთქვათ ერთობლივად მონაწილეობდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ საარჩევნო ღონისძიებაში. გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე. ეს ძალიან სამწუხაროა, ის სპეკულირებს. მე ნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა ეს გერმანიის ელჩის ტვიტი თუ რაც იყო, გამოიყენეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. ხო, ისე წარმოაჩინეს თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როდესაც ის საუბრობდა 5 წლის წინანდელ თორსების მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი. ძალიან
სამწუხაროა, როდესაც ჯერ გერმანიის ელჩი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედია საშუალებებს და მერე მედია საშუალებები ამას იტაცებენ. ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს არის გერმანული სახელმწიფოს პრობლემა, როდესაც მისი ელჩი ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა. სასულიერო პირები ამბობენ, რომ პროპაგანდა არის საკმაოდ აქტუალური დღეს და კი, ნუ პირველ რიგში რას მოუტანს ეს კანონი ქვეყანას? პირველ რიგში ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯდოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლების დაცვა და პროპაგანდა. საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული და მკაცრად უნდა იყოს მომავალშიც მონებრივია დაცული. ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, პროპაგანდა არის მიუღებელი და ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას. მანამდე დაინიცირდა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, ახლა უკვე ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში და რა თქმა უნდა ამ მოწვევის პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ პროცესს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ადამიანის უფლებები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა ნებისმიერი ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა განურჩევლად ცხოვრების წესისა ნებისმიერი საკითხისა არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს კონკრეტულ საფრთხეებს, აქედან გამომდინარე კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მეცნიერების განცხადებაზე უნდა გქონდეს რომელიც შეეხებოდა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და გარკვეულმა აგენტურმა ქარგმნეს არასწორად თითქოს ის საუბრობდა საქართველოსთან მიმართებაში, აი როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს, რამდენად მნიშვნელოვანია რომ თარგმანები იყოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გავრცელდა დეზინფორმაცია და ამ დეზინფორმაციისთვის საფუძველი შექმნა სამწუხაროდ გერმანიის ელჩმა, რომელმაც ისე გაავრცელა გერმანიის კანცლერის განცხადება, რომ შექმნა აღქმა საქართველოზე საუბრის თაობაზე და მერე საიტაცეს კონკრეტულმა მედია საშუალებებმა და გაავრცელეს შესაბამისი დეზინფორმაცია. ეს არის ძალიან სამწუხარო, განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია ამ ყველაფერში გერმანიის ელჩის როლი. არ ვიცი, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გახდეს გერმანიის სახელმწიფოს ყურადღების საგანი. შეიძლება გერმანიას კიდე თავიდან ხო აღარ დავუბრუნდებით ლიკა. გერმანიას აი ორი კითხვა მაქვს. ერთი შეეხება აი ამ ციტატას, რაც ჰქონდა გერმანიის ელჩის მოყვანილი. საიდან ვასწრით, რომ ეს დეზინფორმაცია, ეს არის ელჩი საქართველოში გერმანიის და კანცლერის სიტყვებს ციტირებს ტვიტერზე. გერმანია ხომ არ არის ახლა თქვენი სამიზნე იმის გამო, რომ ამ ქვეყნის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში გერმანიის ხმა საქართველოსთვის მოლაპარაკების გახსნას არ ექნება. ეს ერთი კითხვა მაქვს და მეორეს ასევე გითხავთ დღეს შალვა პაპუაშვილი როცა ამ თემაზე საუბრობდა, ამბობდა რომ ეს წინა ხელისუფლება იყო, ვინც გარეთ იყურებოდაო და უსმენდაო პარტნიორებსა და ჩვენს ხალხს უსმენთო. ეს ხომ არ არის რაღაც დადასტურება თვითიზოლაციის კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლება, როგორ არ შეიძლება უსმენდეს პარტნიორებს. პირველ რიგში გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო და ვერც ერთი ელჩი ვერ მოახერხებს ამ ტრადიციულ მეგობრობაში და პარტნიორობაში რაიმე ასე ვთქვათ ხინჯის შეტანას. რასაც ცდილობს მოქმედი ელჩი, ამას საბოლოოში ის ვერ მოახერხებს. ჩვენ ვართ განსაკუთრებულად მადლიერი გერმანიის სახელმწიფოსი, როდესაც საქართველოს აღედგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, გერმანულმა მხარდაჭერამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში და რა თქმა უნდა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლობა შეიძლება გადაუხადოთ გერმანულ სახელმწიფოს ამისათვის. გერმანია არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მეგობარი სახელმწიფო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მეგობრობას და პარტნიორობას ვერავინ მიაყენებს ჩრდილს, მათ შორის ვერც ერთი ელჩი, როგორ არასერიოზულადაც თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ხშირად თავს ესხმიან ხოლმე საქართველოს ხელისუფლებას.
მაგრამ ამას არ წარმოაჩენა ხოლმე როგორც საქართველოსზე თავდასხმას. Რა თქმა უნდა, ელჩი, როდესაც არასწორად იქცევა, არასერიოზულად იქცევა, მისი გაკრიტიკება არის ჩვენი ვალდებულება, მათ შორის გერმანული სახელმწიფოს წინაშე, იმიტომ რომ არასერიოზული ქმედებები პირველ რიგში სწორედ გერმანულ სახელმწიფოს უქმნის პრობლემას, რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოსთან ერთად. აქედან გამომდინარე, მინიშნება იმასე, რომ ელჩი არ იქცევა სწორად, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი გერმანიისთვის, საქართველოსთვის და ჩვენი ორმხრივი მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის. რაც შეეხება ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობა სანიან უფრთხილდებით, ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მეგობრობა, პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც იდგნენ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ამ ურთიერთობებს ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი და არ იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს რომელიმე სხვა სახელმწიფო შეიძლება იყოს ქართულ სახელმწიფოზე ზემდგომი. ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. როდესაც საქართველოში ხელისუფლებაში იყო აგენტურა, ისინი კი არ უსმენდნენ პარტნიორებს, ისინი დირექტივებს იღებდნენ უცხოელ სახელმწიფოებისგან. ამაზე ქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების კარნახით. სადაც იქნება ეროვნული ინტერესები დასაცავი, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს. არავის კარნახით არ ვიმოქმედებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მოусმენთ აბსოლუტურად ყველას, თუ იქნება არგუმენტირებული, მათ შორის კრიტიკული შენიშვნები, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებაა. ყველას მოусმენოთ, მაგრამ არავის დირექტივებით და კარნახით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიმოქმედებთ. როდესაც მაგალითად 27 ელჩი მიდის იუსტიციის მინისტრთან და ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს არის დირექტივის უმახინჯესი ფორმა. თქვენ გახსოვთ, ჩვენ ამ დირექტივას არ გავყვებით, თავის დროზე დავიცავით ეროვნული ინტერესები და ეს იყო ერთადერთი ალტერნატივა ნაბიჯი, რომელიც მაშინ შეიძლებოდა გადაგვედგა. ასევე ჩვენ არ გავითვალისწინეთ სრულიად უსამართლო რეზოლუციები, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო 4-ჯერ რამდენიმე წლის განმავლობაში, სადაც ითხოვდნენ კრიმინალების გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთი დირექტივები, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი. ასეთ დირექტივებს მიყვებოდა თავის დროზე წინა ხელისუფლება, იმიტომ რომ ის იყო აგენტურა, ხო? გახსოვთ, რეებსაც აკეთებდნენ ისინი თავის დროზე, რა მდგომარეობაში შეიყვანეს მათ ქვეყანა სხვადასხვა კუთხით, იყო 1000 პრობლემა. რბილად რომ თქვა ადამიანის უფლებების კუთხით, დემოკრატიის კუთხით, ტერიტორიების დაკარგვის კუთხით და ეს შემდეგ, ეს ყველაფერი ხდებოდა დირექტივების გამო. მაგრამ ასეთ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ამ თემაზე, სანქციებზე არის ურყევი. ელოდებით თუ არა თქვენ პირადად თქვენი და თქვენი თანაგუნდელების დასანქციირება. სანქციებზე საუბარი არის არასერიოზული ჩვენთვის, აბსოლუტურად არასერიოზული ჩვენთვის და თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ და ყველას მინდა შევახსენო, ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული თემაა. რა თქმა უნდა, სანქციები არასერიოზულია აბსოლუტურად. სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება, იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. სავიზო შეზღუდვას არ ელოდებით, იმიტომ რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანაგუნდელებს მისდით ელექტრონულ პოსტაზე. რადგან არასერიოზულია, რაც ახლა ელექტრონულ პოსტას ეს არის ჩვეულებრივი არ მისული არ არის. ჩვეულებრივი ტყუილია, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, ეს ერთი. და მეორე, როცა თემა არის არასერიოზული, რა თქმა უნდა, დიდად ასეთ თემას ჩვენ ვერ ჩავყავთ. თუ იქნება სანქციები, რამდენად შესაძლებელია ამ ურთიერთობების გადახედვა, თუ პირიქით უფრო გაღრმავდება ეს ურთიერთობები და რატომ შევიდა ჩიხში და რატომ დადგა აუცილებლობა ამ ურთიერთობების. თქვენ თავის დროზე გახსოვთ, რომ დაწესდა ეგრეთ წოდებული სავიზო შეზღუდვები 4 მოსამართლეზე, ეს იყო 3 მოქმედი, 1 ყოფილი მოსამართლე და ესეც იყო აბსოლუტურად არასერიოზული ნაბიჯი და შესაბამისად მას ჰქონდა ნული ეფექტი
აბსოლუტურად მხოლოდ კონტრპროდუქტიული იყო, რა თქმა უნდა. მაშინდელი იყო დამაზიანებელი. რა თქმა უნდა, ამერიკისთვის დამაზიანებელი იყო. არა, მხოლოდ ამერიკისთვის. არა, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე 4 მოსამართლეს დაუწესეს სავიზო შეზღუდვები, ამან დააზიანა მხოლოდ ამერიკის იმიჯი საქართველოში. აქედან გამომდინარე, ამერიკის იმიჯი მტკიცებულები მოვითხოვეთ და ვერ წარმოადგენს ვერავითარი მტკიცებულება და რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცები აზიანებს ამერიკის იმიჯს. როცა მოსამართლე უნდა იყოს ყველაზე მეტად დაცული საჯარო მოსამსახურე, ხო? ან ფართო გაგებით მოსამართლეც არის საჯარო მოსამსახურე, ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული. მაგალითად, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება ეგრეთ წოდებულ ბანგალურის პრინციპებს და მოსამართლის დასჯა დისციპლინური წესით დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს გამონაკლისის შემთხვევაში. ასე დროს კონკრეტული სახელმწიფო ჩვენს მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ასანქცირებს. ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის სამართლის უზენაესობის პრინციპის უხეში დარღვევა, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აზიანებს ამერიკის შეერთებული შტატების ინსტიტუტების იმის, რა ძალიან სამწუხაროა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მტკიცებულების გარეშე სხვა როცა ასანქცირებს მოსამართლეებს, ეს აზიანებს მხოლოდ სანქციის დამწესებლის იმის. კონკრეტულ საკითხებს გადაწყვეტილებაც არასერიოზულია და დაანონსებას მაგალითად სანქციების არასერიოზულია. როცა ევროპული სახელმწიფოების ელჩებს აკრიტიკებთ, თქვენ ასე წარმოგიდგენიათ ევროინტეგრაცია და ეს სალსახად არ არის თვითიზოლაცია თქვენი? როდესაც კონკრეტული სუბიექტები აკეთებენ ანტიქართულ განცხადებებს და დგამენ ანტიქართულ ნაბიჯებს, ხო? იგივე მტკიცებულების გარეშე ქართული მოსამართლეების სანქცირებაც იყო ანტიქართული ნაბიჯი. როდესაც ანტიქართული ნაბიჯები იდგმება, როცა ანტიქართული განცხადებები კეთდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებაა ქართული სახელმწიფოს წინაშე და ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ამაზე გქონდეს სათანადო ადეკვატური რეაგირება და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ შეფასდება ვერც ანტიევროპულ და ვერც ანტიამერიკულ ნაბიჯად. როცა იქიდან იდგმება ანტიქართული ნაბიჯები და კეთდება ანტიქართული განცხადებები, ამაზე რეაგირება უბრალოდ ჩვენი ვალდებულებაა და მეტი არაფერი. თქვენ რატომ არ დაინტერესდით ამ მოსამართლესთან დაკავშირებით? დავინტერესდით მოვითხოვეთ მტკიცებულები და გვითხრეს, რომ მათ მტკიცებულები არ ქონდათ. ეს არასერიოზულია. მოაწერა ხელი და უკვე ამოქმედებულია, რაც შეცვლის ქართულ სივრცეში, უცებ 50 წლის განმავლობაში ოპოზიციას ჰქონდა აქციები ამ კანონის წინააღმდეგ. შემოიცემ გრძელდება არის ამბობენ, რომ ისინი ბოიკოტს ცხადებენ და არ დარეგისტრირდებიან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც გუშინ თქვი. რეალურად ამ კანონის ძალაში შესვლა არ არის როგორც ასეთი ხელისუფლების გამარჯვება, ეს არ არის არც კანონის ოპონენტების მარცხი და მით უმეტეს ეს არ არის არც საერთაშორისო კონკრეტული პარტნიორების დამარცხება. ერთადერთი ვინც გაიმარჯვა, ეს არის ქართული სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, მისი დამოუკიდებლობა და ერთადერთი ვინც დამარცხდა ამ კანონის ძალაში შესვლით, არიან ჩვენი ქვეყნის არაგეთილმოსურნეები. ეს არის საერთო სურათი. აქედან გამომდინარე, როდესაც განმტკიცდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ამით დამარცხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაგეთილმოსურნე. ეს არის მკაფიოდ, რაც შეიძლება ითქვას. რაც შეეხება ამაზე დასკვნებს გამოიტანს ქართული საზოგადოება. ვის უნდა სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და ვის არ უნდა სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოებამ ბევრი რამე იცის ყველაფერთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე საზოგადოება თვითონ გამოიტანს დასკვნებს. რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებას, ამას წინ ვერაფერი დაუდგება. აქედან გამომდინარე სახელმწიფო იმოქმედებს სწორედ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. კანონი შეიცავს ბერკეტებს, რომლებითაც სახელმწიფოს შეუძლია დაძლიოს ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციის დაუმორჩილებლობა. კანონი თვითონ შეიცავს ამის ბერკეტებს. არაფერი მონიტორინგი ჩატარდება. არა, მონიტორინგი ჩატარდება და ყველას დეკლარაცია გამოქვეყნდება. ანუ ვერავინ ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ქართველმა მოქალაქემ ვერ მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ.
საზოგადოებისთვის ამ ფინანსების გამჭირვალობას წინ ვერაფერი დაუდგება, თვითონ კანონი შეიცავს შესაბამის ბერგედებს. რა პრიორიტეტები იქნება გათვლილი, როგორ გითხოთ? პრინციპში ამ ანგარიში არის ასახული გასული წლის ღონისძიებები, რაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთება, რა თქმა უნდა, ბოლო რამდენიმე თვეზე, როგორც მოგეხსენებათ, 8 თებერვლამდე მე წარვადგინე ანგარიში მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით და ძირითადი აქცენტი გაკეთდება, რა თქმა უნდა, 8 თებერვლიდან ივნისის ბოლომდე არსებულ პერიოდზე და ასევე სამომავლო გეგმებზე. გარდა ამისა, მე ვთქვი თავის დროზე თებერვალში და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, ჩვენ საშემოდგომოდ წარვადგენთ 4 წლიან გეგმას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ეს იქნება ყოვლის მომცველი საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას და მას შემდეგ რაც ქართული ოცნება გაიმარჯვებს საარჩევნებში, ბუნებრივია საარჩევნო პროგრამა გადაითარგმნება ქვეყნის 4 წლიან სამთავრობო პროგრამაში. ამბობს, რომ ჩინურ კომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ერთგვარად ევროპელებისთვის, დასავლეთისთვის ზურგში დარტყმა, როგორ შეაფასებთ ის ამ განცხადებას? არ ვიცი, სერიოზულ კომენტარს ამ განცხადებას ვერ გავაკეთებ. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება, ჩვენ შარშან ხელი მოვაწერა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური ასპექტი, ისე ეკონომიკური ასპექტი. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა, ხო, ჩვენ ისტორიულად, ჩვენი ქვეყანა ისტორიულად დაკავშირებდა ერთმანეთს ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული დაკავშირების ფუნქცია, მნიშვნელოვანია, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს ჩვენი სამაჯრო ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან და ბუნებრივია ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩინელ პარტნიორებთან ერთად ამ ამოცანის შესრულებას თვისებრივად გაგვიოლებს. ასეთ დროს, როდესაც სალომე ზურაბიშვილისგან კეთდება ასეთი განცხადებები ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ ამ პროექტში, ეს არის უბრალოდ არასერიოზული და ეს არის უბრალოდ ძალიან მძიმე პროვოკაცია და სპეკულაცია. ბოლო შეკითხვა მეგობრებო. მაგარაცები ამზადება საკონსტიტუციო საარჩევნოს, რომელიც წარადგინეს პრეზიდენტმა გავრცელებული ინფორმაციით. ამ ფაქტს შეაფასებთ და რა პერსპექტივა შეეცვალა? პერსპექტივა, რა თქმა უნდა, ასეთ საარჩევნოს ვერ ექნება, შეუძლებელია სამართლებრივად დაამტკიცო ის, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი. აქედან გამომდინარე, ყველას აქვს თავისი საქმე, მაგრამ რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება დაცული ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, პარლამენტი, რა თქმა უნდა, სათანადოდ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს და წარადგენს ყველა არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის გამჭვირვალობა კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. უბრალოდ შეუძლებელია სამართლებრივად თუ არასამართლებრივად იმის დამტკიცება, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი. ვერ წარმოადგენ ამასთან დაკავშირებით ვერავითარ არგუმენტს. ასეთიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ასეთ საარჩევნოს ვერ ექნება ვერავითარი პერსპექტივა. პრემიერ ბოლო კითხვა მაქვს ანგარიშის წარდგენაზე, თქვენ საუბრობთ 8 თებერვლის შემდეგ ვითარებაზე ისაუბრებთ. შეგვიძლია თუ არა 8 თებერვლის არ ვიცი, მაგრამ აპრილის შემდგომი ვითარება შევაფასოთ ქვეყანაში როგორც სტაბილური, მშვიდობიანი და ასევე მაქვს კითხვა შემთხვევით იმისთვის ხომ არ გახდით პრემიერ-მინისტრი, რომ რუსული კანონი შემოbrunებული იყო საქართველოს პარლამენტში. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ ის, რომ ქვეყნის სტაბილურობას არ აქვს არავითარი თვისებრივი გამოწვევა. ჩვენი ქვეყანა იქნება სტაბილური, ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას და სიმშვიდეს. ძალიან ბევრ არაკეთილმოსურნეს აქვს ინტერესი, რომ ამ ქვეყანაში დაირღვეს ჯერ სიმშვიდე და მერე მშვიდობა, თუმცა ამის საშუალებას ჩვენ ბუნებრივია არავის მივცემთ. რაც შეეხება ამ დროებით, ასე ვთქვათ, турბულენტობას, რომელიც ჰქონდა ჩვენ გასული 2 თვის განმავლობაში, ეს турბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის და საბოლოო ჯამში ჩვენ მოახერხეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რომელიც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბრისთვის, გაანიავეს ბევრად უფრო ადრე გაზაფხულზე. ნახეთ, პირველ რიგში ერთი ახალგაზრდების პროტესტი, ეს არის თქვენი ბრენდირება იმ ყველაფრის, რასაც სინამდვილეში ერქვა კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციები. აქ ბევრი გულწრფელი ადამიანიც იყო ჩართული, მაგრამ თვითონ აქციები იყო ორგანიზებული
ორგანიზებული უცხოელი აგენტების მიერ, რასაც ჩვენ უწოდებთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. ისინი იყვნენ ორგანიზატორები და ისინი იდგნენ ამ ყველაფრის უკან. სამწუხაროდ შეუერთა ბევრი გულწრფელი ადამიანიც ამ პროტესტს, თუმცა აქციები იყო ორგანიზებული სწორედ კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ უცხოელი აგენტების მიერ. ყველამ დაინახა, რომ ამ ქვეყნის ძლიერებას ვერავინ შეარყევს, ყველამ დაინახა, რომ აქ რევოლუციის მოწყობა არის შეუძლებელი, ყველამ დაინახა, რომ სახელმწიფო უკან არ დაიხევს არასდროს, როცა ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. აქედან გამომდინარე ეს ორი თვე იყო მნიშვნელოვანი ამ აღქმის ჩამოსაღალიბებლად, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, სახელმწიფო არის ძლიერი და ვერავინ ვერ შეარყევს ამ სახელმწიფოს ინტერესებს, ვერავინ შემოიტანს არეულობას ამ ქვეყანაში და ვერავინ ვერ მოგვიწყობს მეორე ფრონტს საქართველოში. ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ დაინახა ქართულმა საზოგადოებამ გასული 2 თვის განმავლობაში.